ყველაზე დიდ გამოწვევას პრობლემას ეხა გამოწვევა და არ ხოს ამოდი გინა პრობლემა იყოს გინა გამოწვევა რას ხედავთ ოჯახში მამაშვილების ურთიერთობის დავიწყოთ ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი პრობლემა თქვენთვის რა არა გუნდურობას ზოგს გონია ხოლმე ძალიან ტექნიკური ტერმინი ოჯახი გუნდურობა საერთოდ რა ტექნიკური ტერმინი ძალიან თბილი ტერმინია გუნდურობა რა ჩვენთვის ხო იმიტომ რომ ასოცირდება ძალიან კარგ რამეებთან ძალიან კომფორტულ ამბებთან ხო და როცა გუნდურობა შემოდის იქ შემოდის როლების გადანაწილება სათანადოდ რაღაცა პასუხისმგებლობა თანაბარი ერთმანეთის მიხმარება მოხმარება რაღაცები ხო რჩევა დარიხან ეს გააკეთეს მეც ხანის კონსულტაცია, რჩევები, ექსპერიმენტები, გუნდურობა უნდა ზოგს გონია გუნდურობა სამსახურში ხდება მარტო და კაცო ოჯახშიც ხდება რა. იქ პასუხისმგებლობის გადანაწილება მიჩვევა პატარ-პატარა პასუხისმგებლობას აჩვევ, ხო, როგორც ასე ქვია ვაქცინაციის დროს მე როკვე მართლა პასუხისმგებლობა რო აქვს, აღარ ისტრესება, იმიტომ რომ გამოუცდია პატარ-პატარა თქვა პასუხისმგებლობა აქვს, რომ თქვა ჩემი მეორე შვილი რო დაიბადა, ხარება მარიამი უფროსი იყო და მარიამს უთხრა რომ მოდი შენ ახლა ჩაიბარე ეს რაღაცები რაც იყო თქვა სწორი ხო წმენდები, პამპერსები რაღაცები და ეს შენ ქონს და მათემატიკა უყვარს და უყურდა და დათვალე აბა რამდენი დარჩა თუ საყიდელი იქნება შეგვახსენე და გადაირი ამ ამპლუაზე რომ ამ ბავში იყო ჩართული მარაქაში გარეული და პროცესი იყო მოკლედ რა ხო ხო და მე მგონია ეგაა დეფიციტი სამსახურებშიც მაგრამ ოჯახებშიც გუნდურობა ძალიან მოუხდა ეს სიტყვა ოჯახს ხადო არასოდეს მიფიქრია მე გეთახმები არც მიფიქრია ხო მარტო სამსახურიდან სპორტი გუნდურობა მაგრამ მე მგონი თავი ოჯახშია გუნდურობა ხო მეც სამსახურში ხშირად გვითქვამს და გამიგია რომ აი გუნდურობა ძალიან უხდება საქმეს სპორტში ხო რა თქმა უნდა და აი ოჯახის ოჯახშიც ხო არის საქმეები ხო და არ მიფიქრია ოჯახში რო საქმე მართალი ხამში ძალიან მოუხდა თან ის რაც არის ხოლმე ყველაზე მეტი ხელი შემშლელი რაც არის რო გონია რომ ასაკით პატარა შენზე ნაკლებად ჭკვიანია აი მან დრო ცდება ნახევარზე მეტი უმრავლესობა პროფესორად ხო მაგას კარგად ანეიტრალებს ეს გუნდურობა იმიტომ რომ დიდი რო ხარ არ ნიშნავს რომ არ უნდა გამიზიარო თუ რამე საკითხი აქ მე მაგრამ რამეს გეუნები და ძალიან მაგას გეტყვი თუ ბავშვი ვარ